და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი მე საქართველოს როგორც მეგრელი, როგორც აფხაზი, როგორც რაჭველი, როგორც აჭარელი, როგორც იმერელი, როგორც გურული, ასე წარმომიდგენია საქართველოს ტერიტორიები. და თუ ვინმე ჩვენ წარმოიდგინეთ, როგორ გვემუქრებოდნენ ის ვიღაცეები, მე ვამბობ ყივშაღები. როგორ გვემუქრებოდნენ როგორ ამოხოცვით მეგრელებს. მაგრამ არ იყვნენ ისინი ის ხალხი. ვინც თორდა ესმოდა ამ საქართველოს ისტორიის და ნუ გაუგეთ ჩვენ ამას და არ ჩავიდეთ ამის ბოღმა ამის გულში. და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი აქ მოხდა შეკრება ბალონი მუხრამა ჭავარიანი ჩამოვიდა დეპუტატები ჩამოვიდნენ და კინოთეატრში ჰქონდა ხალხთან შეხვედრა და ამ დროს მოახსენეს რომ ბალონის ვიალდი მიბარებდა ტელეფონზე და გამოვედი დავტოვე დარბაზი და მოვედი ტელეფონთან გავესაუბრე ბალონის ვიალდის და მთხოვა ჩამეწერა განცხადება გააკეთა რომ მომართვა ოფისადმი ჩავწერე და ისევ დავბრუნდი დარბაზში ის კაცი ვერ გაძლევდა ის არ იყო ამ ყველაფრისთვის შორიდან ეყურებია ის პიროვნება ახლა თუ ვინმეს გონია რომ ბალონის ვიალი შეეძლო ამ დამარული იყო ჩვენ ვებრძოლით ჩვენ დაგვიგვირისპირ და ამერიკაში დაგვიგვირისპირ და რუსეთში ჩვენ დაგვიგვირისპირ და საქართველოს მოღალატე გუნდი მაგრამ ხალხმა იდეოლოგიურად გამენაიმარჯვა და დაიწყო ხალხი ის ზედამსახურდა აგირდა ეს ყველაზე უფრო დიდი გაზეთები გამი ეს არის გამარჯვება ვიჭერა ეს არის გამარჯვება და ჩვენ ეს გავაკეთე ჩვენ იმასია რომ მეორე ჩამოიყვანეთ პრეზიდენტი და არც ქვეყანაში ასე არ ყოფილა შევძელით ეს მაგრამ იმპერიულმა ძალებმა ზრიეს ვაკნა სობრიოზე ვამბობდი ამერიკაზე ვამბობდი რუსეთზე ვამბობდი ყველაში ვამბობდი ჩვენ საზღვარზე ვამბობდი აზერბაიჯანზე ვამბობდი ყველაში ვგებდოდა ჩვენ წინამდე გილაშქრდა ყველა მაგრამ ქართულმა ერმა საბოლოოდ თავის იდეაში გაიმარჯვა ზოგადად განსაკუთრებით ერთიანობით გაიმარჯვა ერთიანობით გაიმარჯვა მაგრამ სამწუხაროდ